გაღეზიანებული ნაწლავის სინდრომი დაავადება არა, ის სინდრომია. და მდგომარეობს მისი არსი და ფუძე იმაში, რომ ტვინი აღიქვამს ჩვეულებრივ სიგნალებს ტკივილის შეწუხების სიგნალებად. ამიტომაც საჭიროა შემცირდეს დატვირთვა ნეირონებზე. ხაზგასასმელია, რომ ნაწლავებში უფრო მეტი ნეირონია, ვიდრე ზურგის ტვინში. ამიტომაც ეს არ არის იული ამოცანა. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი გაღეზიანებული ნაწლავის სინდრომის, რომელიც დადგენას დიდი ტვინი, ექიმის გამოცდილება, დრო, ფინანსური საშუალება ჭირდება, უმეტეს შემთხვევაში არასწორად დგინდება და განსხვავება მათ მკურნალობის შორის დიდი არ არის. მე გთავაზობ ფუძეს ნებისმიერი მკურნალობის, ნებისმიერი გაღეზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. გავიმეორებ, ეს არის დატვირთვის შემცირება ნეირონებზე, რომ იმათმა ნაკლები სიგნალი გადაცენ ტვინში. შესაბამისად, ტვინს ეგონება, რომ ნაკლები ტკივილი, ნაკლები პრობლემაა ნაწლავებში. და შესაბამისად არ მოხდება ნაწლავის გაღეზიანება და ასე შემდეგ. ნაკლები სიგნალი რო იყოს ნეირონებში, ამისთვის საკვებში მყოფი ანტინუტრიციენტები არ უნდა მიიღოთ. და მეტიც გადაიყვანოთ ანტინუტრიციენტები, სადაც ეს შესაძლებელია ნუტრიციენტებში. ამისთვის ჩვენი წინაპარი ოდითგან აკეთებდა ალაოს. ანუ 2 საათით მაინც დაალბობდა ხოლმე პურის ხორბალს. და აძრობდა მას ტყავს. მერე აცლიდა, აშრობდა და ტეხავდა. ეს იწვევს ნახევარზე მეტის, თუ არა 2/3 ანტინუტრიციენტ ფიტინის მჟავის გარდაქმნას ფიტინში, რომელიც პირიქით სასარგებლოა და ეხმარება ძალიან ბევრ რამეში ორგანიზმს. ამიტომაც შეიძინეთ, იშოვეთ ჯერ და შეიძინეთ და ყოველ დღე მოიხმარეთ კორკოტი. კორკოტი არაა წანდილი. ის ტკბილად არ კეთდება. კიდევ ერთხელ, კორკოტი არის 1-2 საათით დალბობილი წყალში და ტყავგაცლილი სპეციალური წისქვილით პურის ხორბალი. შემდეგ გამშრალი და შემდეგ დალეწილი. იმისგან იხარშება ფაფა, რომელიც როგორც წესი კარაქით, ერბოთი, მარილით მიირთმევა ყოველ დღე. ეს ძალიან შველის გაღეზიანებული ნაწლავის სინდრომს, რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს. და საპირისპიროდ ჩვეულებრივი ფქვილისგან გაკეთებული პური საკმაოდ პრობლემურია გაღეზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, სულაც რო ხმიადი იყოს, საერთოდ უსაფუაროდ ან ღვინის საფუარითაც რო იყოს გამოცხობილი. ჩაანაცვლეთ პური კორკოტის ფაფით და იყავით ჯამთელნი და ბედნიერნი.